თბილისში სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი პირი დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. ის ეკისრება პასუხისმგებლობა გუშინ მომხდარზე. ოპოზიციას და მესამე სექტორს კითხვები თბილისის მერიასთან აქვს. კახა კალაძე კი ადასტურებს, რომ შენობის ავარიულობის შესახებ მათთვის ცნობილი იყო, თუმცა ამბობს, რომ სახლის ჩანაცვლებაზე ყველა მესაკუთრის თანხმობა არ იყო. მერის ამ არგუმენტის პასუხად საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი 2 წლის წინ თბილისის საკრებულოს მიერ შეცვლილ დადგენილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტს უფლება მიეცა ყველა ბინის მესაკუთრის თანხმობის გარეშე ავარიული სახლის ჩანაცვლებაზე მუშაობა დაიწყოს. განცხადების საპასუხოდ მერმა თქვა, რომ მსგავსი დადგენილება არ მიუღიათ და თუ მედია ან მესამე სექტორი საპირისპიროს დაამტკიცებს, მზად არის თანამდებობა დატოვოს. გუშინ კახი კალაძემ შემთხვევის ადგილზე განაცხადა, რომ შენობა მეხუთე კატეგორიის იყო, რაც როგორც წესი შენობის დემონტაჟის საჭიროებას გულისხმობს. კალაძემ ამ განცხადების გამო დღეს ბოდიში მოიხადა, მისი თქმით შენობა მესამე კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულ შენობას აქვს მესამე კატეგორიის ჩემი შეცდომა იყო, როდესაც მე ვთქვი, რომ მეხუთე კატეგორია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმას, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ შენობაში ხალხი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. კახა კალაძე, ქალაქის მერი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. ბატონ კახა, აგერ არის დადგენილება და აბსოლუტურად სხვა რამეზე საუბრობთ თქვენ და გაქვთ მცდელობა, რომელიღაცა არ ვიცი ვინ გააკეთა განცხადება და იმეორებთ ამ მცდარ და ტყუილ ინფორმაციას. ფაქტებით გესაუბრებით, სიცრუით მესაუბრებ. ან გვიმარტეთ მაშინ რა? თქვით, არ მაცლით და ეხა საუბრობთ ტყუილს, პირველი ამას გიდასტურებთ. მეორე, რასაც გეუბნებით, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ეს არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას, რასაც მე ვამბობ, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, რომ ხალხი გამოყაროს. ასეთი რაღაცეები ხდებოდა 2012 წლამდე და გაიხსენეთ თაბუკაშვილის ქუჩის მაგალითი, როდესაც სპეცრაზმით გამოყარეთ ხალხი. თბილისის ზღვაზე გვახსოვს და ორხევში, ბატონო კახა, ხალხი რო გამოყარეთ და დაუნგრიეთ შენობები და მაშინ თანხმობას არ მიწევს. ის 100%-იანი თანხმობა, რომელიც არ არის საჭირო, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროცესის დაწყებას და მხოლოდ რიგ შემთხვევებში, სადაც არსებობს გეოლოგიური პრობლემა და არის ავარიული კორპუსი, ან ურბანულად არის პრობლემური. დარგის ექსპერტებისთვის კითხვას აჩენს ისიც, რომ ამ ავარიული შენობის წინ მოწყობილი იყო პარკირება და ბოლო 2 წელში გაცემული იყო სავაჭრო ობიექტებისთვის სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვები. კონსტიტუციის 78 მუხლის განცხადებით ჩნდება კითხვა, მერიამ რატომ მისცა ავარიულ შენობაში სავაჭრო ობიექტებს ფუნქციონირების შესაძლებლობა და რატომ არ შეზღუდა შენობის გარეთ გარევაჭრობა, რატომ მოაწყო შენობის წინ საპარკინგე სივრცე და სახლის ჩანაცვლებაზე თუნდაც უარის თქმის მიუხედავად, რატომ არ უზრუნველყო როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე შენობის მიმდებარედ გამლელი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. აცხადებს კონსტიტუციის 78 მუხლი. დედაქალაქის მერი ვერ პასუხობს მთავარ კითხვას, რატომ არ იყო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული. გუშინ მე ვისაუბრე პირადად აღნიშნულ საკითხზე, რომ შენობა იყო ავარიული და თქვენ წარმოიდგინეთ მოსახლეობას მომართვაც კი არ ქონია იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხებზე და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები, რომ თითქოს მერია დამნაშავე. ანუ მხოლოდ მოსახლეობის პასუხისმგებლობა კალასისგან რატოდება. ნახეთ, ძალიან მარტივია. დავამთავრებ ამ თემას, ძალიან მარტივია და სწორად მინდა გაიგოთ ყველაფერი. ის რომ ყველაფერზე, აი მერია არის დამნაშავე, კახა კალაძე არის დამნაშავე. ეს არის პასუხისმგებლობას რაც შეეხება. ყველაფერი კარგი თუ ცუდი რაც ხდება ქალაქში, რა თქმა უნდა ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად, უბედურ შემთხვევებს ყოველთვის ცდილობთ, რომ აი კახა კალაძე არის დამნაშავე, მერია არის დამნაშავე. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. მე არ ვარ, არც ჩემი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყოს როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით სახეზია თბილისის მთავრობის გულგრილობის, არაკომპეტენტურობის, კორუმპირებულობისა და უპასუხისმგებლობის შედეგი. საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებულ საკითხზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პროკურატურასთან ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ მიერ უწყებაში შეტანილი განცხადება კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მიმართ დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ემსახურება. ფარულავას განმარტებით მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ საქართველოს პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.
ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა, რომელსაც წინ უძღოდა დანაშაულებრივი უმოქმედობა თბილისის მერიისა და კახი კალაძის მხრიდან. მათ თავად განაცხადეს, რომ იცოდნენ ბაზრობაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომ იყო ავარიული კორპუსი, თუმცა მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, არავინ შემოსაზღვრა ავარიული საცხოვრებელი კორპუსი უსაფრთხოების ღობურით, არავინ არაფერი გააკეთა. ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, კახი კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით. ვინაიდან სახეზეა არა მხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, 2 ადამიანი გარდაიცვალა, ეს არის ძიმე ტრაგედია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვხედავთ ტრაგედიებს თბილისში, დედაქალაქში, რომელიც უკავშირდება სწორედ კალაძის კორუფციულ მმართველობას. რამდენჯერ უნდა მოვისმინოთ მერისაგან სიტყვები უბედური შემთხვევა. ადამიანები იღუპებიან იმიტომ, რომ არც ერთ სხვა ტრაგიკულ შემთხვევაზე, სადაც პირდაპირი კავშირი და დანაშაულებრივი ქმედებები იყო კახი კალაძე არ დასჯილა. ბატონი კახი ვერ გაექცევა პასუხისგებლობას, რადგან მან იცოდა, რომ შენობა იყო ავარიული. ის დუმდა და არავითარი ქმედებები არ განახორციელა, რომ დღეს ეს ადამიანები ცოცხლები ყოფილიყვნენ. ბატონ კახისთან აუცილებლად სამართალი და სამართლიანობა მივა. არა მხოლოდ იმ გამოძიების ფარგლებში, რა გამოძიების მუხლითაც დაწყებულია გამოძიება, არამედ 342 მუხლით, სადაც პირდაპირ არის გაწერილი თუ როგორ ისჯებიან ის მერები და როგორ უნდა დაისაჯოს კახი კალაძე იმ ქმედებების გამო, რომელსაც ის ყოველდღე ჩადის. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა ტატახვედელიანმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. მისი თქმით, კალაძე ცდილობს, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა ისევ ხალხს დააკისროს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით კანონი ამბობს, რომ მერიამ თანხმობის გარეშეც უნდა იმოქმედოს. ეს არა მხოლოდ საშინელი ტრაგედია, არამედ თბილისის მთავრობის გულგრილობის, უპასუხისმგებლობის, კორუმპირებულობისა და არაკომპეტენტურობის ბრალი. თბილისის მერის განცხადება კი იყო ცინიკური. კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორც ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ჩვენს ხალხზე. ჩვენ თბილისის მერიას შევახსენებთ კიდევ ერთხელ მათ პასუხისმგებლობას. როცა შენობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იქ მცხოვრებლებს, არამედ გარშემო მოძრავ ადამიანებსაც, კანონი ამბობს, რომ მერიამ უნდა იმოქმედოს თანხმობის გარეშეც. მარტივად ადამიანების სიცოცხლის დაცვა მერიის ვალდებულებაა და არა მათი კეთილი ნება. რაც გუშინ მოხდა, შეეძლო თავიდან აეცილებინათ. კანონი ამის ვალდებულებას აკისრებდა, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე მათ მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც მათი ძალაუფლება არის გადასარჩენი. 14 ივლისს სადგურის მოედნის მიმდებარედ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.